ქართული კულტურის დღეები ნიუ-იორკში ქვეყნის კულტურის მცირე ნაწილს საქართველოს პირველად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ არტ-ბაზრობაზე ნიუ-იორკის არტ-ექსპოზე წარადგენს. ნიუ-იორკ არტ-ექსპო უკვე 40 წელია ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჯგუფურ ექსპოზიციებსა და პერსონალურ გამოფენებს მასპინძლობს. ამჟამად 500-ზე მეტ გალერეასა და 150 მუზეუმს შორის ქართული პავილიონიც გაიხსნება. ყველა თაობის ქართული მხატვრის ნამუშევრები, ქანდაკებები და ქართული წიგნის ხელნაკეთი ნიმუშები. კულტურის სწორედ ეს ნაწილი წარმოაჩენს საქართველოს ნიუ-იორკის არტ-ექსპოზე. ხელოვნების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარზე საქართველო პირველად წარსდგება. პავილიონის მოწყობას კი გამომცემლობა მინიატურასთან ერთად კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს. ვაგრძელებთ იმ საინტერესო ტრადიციას, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში თანათანობით დაინერგა ქართული კულტურის პოპულარიზაციის კუთხით მსოფლიო ასპარეზზე და სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გაღრმავდება და არა მხოლოდ ვიზუალურ ხელოვნებას, არამედ მთლიანობაში ქართულ თანამედროვე ხელოვნებას და ასევე ჩვენს კლასიკას მოიცავს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოცემა ვერცხლისწყალოსანი, რომელიც გამოიცა ვერცხლისწყალოსნის პირველი ბეჭდური გამოცემის იუბილეასთან დაკავშირებით, 300 წლისთან დაკავშირებით, რომელიც მიყვარს არტ-ექსპოზე. ეს არის ყველაზე პატარა ჩვენი გამოცემა, რომელიც არის 2 მმ-ზე და გახლავთ ქართული ანბანი, რომელსაც ვცდილობთ გინესის რეკორდში შევიდეთ. გამომცემლობა მინიატურაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუღალავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ვეფხისტყაოსნის ყველაზე მცირე ზომის გამოცემა შეექმნათ და მინიატურული ანბანი დაებეჭდათ. მიკროსკოპული ზომის ქართული წიგნი მომავალში გინესის რეკორდის დაპყრობას აპირებს. მანამდე კი ანბანი ნიუ-იორკის არტ-ექსპოზე სხვა გამოცემებთან ერთად გამოიკვლინა. ამერიკულ თემაზე მიგვაქვს ასევე 3 ალბომი. ეს არის ძველი ამერიკა 100 წლის წინ, ძველი ამერიკა გაზეთები და ძველი ამერიკა მანქანები. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ არტ-ბაზრობაზე, რომელიც უკვე 40 წელია სხვადასხვა ქვეყნების ჯგუფურ თუ პერსონალურ გამოფენებს მასპინძლობს, თეკლა მელაძე ხელოვანებს შორის პირველი, ყველაზე პატარა მონაწილეა. 13 წლის მხატვრის შემოქმედებით თავად არტ-ექსპოს არტ-მენეჯერი ლინდა მარიანო დაინტერესდა და ამჯერად ის ნიუ-იორკის გამოფენაზე სპეციალურად მიწვეული სტუმარი იქნება. ძალიან დიდი მადლობა ჩავალეთ და როდის გამოფენ ჩვენს ნამუშევრებს და ასევე დიდი პატივი სხვა დიდი მხატვარებთან ერთად მიწავს იქ ყოფნა და ჩემი ნამუშევრების წარდგენაც. მხატვრები, რომლებიც საქართველოში წლებია მოღვაწეობენ, ფიქრობენ, რომ მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობა მათთვის ახალ კარს გახსნის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 200-მდე გალერეის წარმომადგენლები და არტ-დილერები იქნებიან, ასე ვთქვათ, აგენტები, ვინც ეძებენ დღეს თანამედროვე ნიჭიერ მხატვარს და ზუსტად აქ აქვს ქართველ მხატვრებს შანსი, რომ აღმოაჩინონ ახალი ნიჭიერი მხატვრები მთელმა მსოფლიომ და მათი